ამ ზეიმის ხალხმრავლობას რომ შეხედავ ვერც კი იფიქრებ რომ მათ შორის ასეთი უცნაური კავშირია. ისინი 12-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ასობით მონაწილე ისრაელში ერია ერების მარშისთვის. მამები და ბაბუები ნაცისტები იყვნენ, მკვლელები იყვნენ და მათ არასოდეს უთხოვიათ მიტევება. ჩვენ ნახეთ რომ როგორც შთამომავლები, როგორც შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხისგებლობა და გვინდა რომ მაგალითი ვაჩვენოთ ანტისემიტიზმისა და ებრაელთა სიძულვილის წინააღმდეგ. აქ იერუსალიმში წარსული და აწმყო ერთ ადგილას ხვდება ერთმანეთს. ჰოლოკოსტის გადარჩენილები, ყოფილი ისრაელი მძევლები და ნაცისტი დამნაშავეების შთამომავლები, ყველა ერთ ოთახში ისრაელში, რათა არა მხოლოდ წარსულს შეეჭიდონ, არამედ შესაძლოა მომავალისკენ ხიდით შესთავაზონ. ამ კვირაში ეს ხიდი ისრაელს გადაჭიმავს, მარშები იმართება რამდენიმე ქალაქში, აშქელონიდან ჰაიფამდე. ფიქრობ უბრალოდ უნდა გაიცნონ ებრაელი მეგობრები თავიანთ საზოგადოებაში ან ისრაელში, ეწვიონ ისრაელს. ვიცი რომ ეს ჩემი დიდი ბებია ბაბუების ბრალია, მაგრამ პასუხისგებლობა მე შემიძლია ავიღო. და როცა ეს ახალი თაობა პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ჰოლოკოსტის გადარჩენილები გზას გვთავაზობენ. თქვენ არ გაგიკეთებიათ ეს. შენ ხარ ჩემი მამის მკვლელის შვილთა შვილი. მაგრამ ეს შენ არ გაგიკეთებია. და ყველაზე მეტად შენ ამის შესახებ არც კი იცოდი, რადგან ეს საიდუმლოდ შეინახეს. ირინე შახარი ბავშვობაში გადაურჩა ვარშავის გეტოს. წლების განმავლობაში ის საკუთარ თავს აძლევდა ძალას რომ ხმა ამოეყო, რადგან ანტისემიტიზმი და ანტიზიონიზმი მთელ მსოფლიოში იზრდება. ერთ მომენტში მე თვითონაც კი დავფიქრდი, შემედგა თუ არა ფეხი გერმანიის მიწაზე, მაგრამ მაინც გავბედე. ეს გავაკეთე იმიტომ რომ ვფიქრობ 80 წლის შემდეგ ჩვენ გადარჩენილებსა და ნაცისტების შთამომავლებს შორის რაღაც სახის ხიდი უნდა არსებობდეს. ეხლა ის ამ იმედს გადარჩენილთა ახალ თაობას ყოფილ ისრაელ მძევლებს უზიარებს. ყველაზე მთავარია, მინდა მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადაუხადო აქვრჩდამ ყველა ადამიანს. გაი გილბოა ლოლისთვის და მისი მამისთვის, ელონისთვის ეს ღამე განსაკუთრებით ემოციური იყო. გასულ წელს, როცა გაი ჯერ კიდევ მძევლად ყავდათ გაზაში, ელონი გერმანიაში გაემგზავრა და ამავე მოძრაობას სიცოცხლის მარშს შეუერთდა. დღევანდელი ღამე განსაკუთრებულია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მათთვისაც, რადგან გაიზე ლოცულობდნენ ყველა სახლში, ყველა ეკლესიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ისინი ლოცულობდნენ მისთვის, ტოვებდნენ ცარიელს გამს მისთვის. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამყარო უფრო და უფრო მტრულად გვეჩვენება. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში ყველა მძევლების დაბრუნებისთვის ლოცულობს და მათ დაბრუნებას ელოდება, მაგრამ ასევე ვიცით, რა ხდება მსოფლიოში ანტისემიტიზმისა და სიძულვილის ფონზე. და როცა ესეთ ჯგუფს ხედავ, რომელიც ისინი ქრისტიანები არიან და ძალიან უყვართ ისრაელი, მტკიცედ უჭერენ მხარს ისრაელს. და მათი ლოცვები და ღმერთწმენა ნამდვილად შემეხო. ერების მარშისთვის ეს იყო გადარჩენის დღესასწაული, მემკვიდრეობით მიღებულ ტკივილთან დაპირისპირება და მცდელობა რომ მეხსიერება ქმედებად გადაექციათ. არაფერი შეიძლება შევადაროთ შოას, ჰოლოკოსტს, მაგრამ როგორც ადამიანები შეგვიძლია შევადაროთ გრძნობები. და მე ზუსტად ვიცი, რისი გადატანაც მოუხდათ მათ. მე უმალავდი, გვირაბებში ვიყავი, ჰაერის გარეშე არ ყოფილვარ. დიახ, მაგრამ ეს 80 წლის წინ იყო. და მე გადავრჩი, ისინი გადარჩნენ. და ახლა ისინი, ვინც ყველაზე ბნელ პერიოდებს გადაურჩნენ, შემდეგ თაობებს თხოვენ, რომ ამ ისტორიას რაღაც გააკეთონ. მოდით ავაშენოთ ხიდი, მოდით ჩვენი ხელები, გულები და გონება გავაერთიანოთ. და მოდით ვიყოთ ერთი ხალხი, სადაც თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენ სერს, ისრაელის სახელმწიფოს და იუდაიზმს. აღარასოდეს აღარ განმეორდება. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ამ ჯგუფისთვის ეს არის ის, რისთვისაც ღირს მსვლელობა. იერუსალიმიდან ნიკოლ ზედეკი, 4 News English-ისთვის.